მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია ცოდნის არქეოლოგია. ემისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს სტუმრად გთავაზობთ ზურაბ პაპასკირს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, ჩვენ შევთანხმდით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის დავით აღმაშენებელის ისტორია, მისი მნიშვნელობა ჩვენს ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაში. და მე მაშინ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცის დავით აღმაშენებლის შესახებ, მაგრამ საჭირო არის უფრო ზუსტი, კონკრეტული, ასე თქვა, ცოდნა, რომ სწორად გავიაზროთ კონკრეტულად აი ამ სულნათი მეფის ღვაწლი ჩვენ ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაში და დღეს გვექნება ძალიან ღრმა დისკუსია შევესწრები, რაც შეიძლება სრულფასოვნად დავფაროთ აი ამ დიდებული ადამიანის ფენომენი. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნო აქვს სტუმრობა. დავითზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. დავითი არის თანამედროვე საქართველოს რაც არის, ეგ არის დავითის შემოქმედება. დავით აღმაშენებლიდან ჩვენ საქართველოს დავითის საქართველოსკენ ყოველთვის ვესწრაფოდით. დავითის შექმნილ სახელმწიფოსკენ ვესწრაფოდით. თითქმის ყველა მეფე დავითობას ცდილობდა, ეს ცნობილი ამბავია და როგორი იყო, რა იყო, შეიძლება შევეცადოთ ამას. მე თქვენ მოგიტანეთ წიგნი ძლევაის საკვირველი. ეს გახლავთ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის შოთა მესხიას. ის 60-იან წლებში 50-იან 60-იან წლებში იყო ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ლიდერი დარგის საქართველოს ისტორიისა, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს სტატუსი უკვე ნიშნავდა ლიდერობას. მთავარი ფიგურა იმ დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი და ის დირექტორი ითვლებოდა, ასე ვთქვათ, წამყვან ფიგურად ქართული ისტორიოგრაფიის და აი საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე ერთადერთი კათედრა იყო საქართველოს ისტორიის კათედრა საქართველოში მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უკვე ფაქტობრივად მეორე პირი იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. ეს მე ვამბობ არაოფიციალური იმით, ხო? ეს ბატონი შოთა იყო შუა საუკუნეების ისტორიის გამორჩეული მკვლევარი, დავითის ეპოქის მკვლევარიც, დავითის ეპოქის, თამარის ეპოქის მკვლევარი და აი ეს წიგნი ძლევაის საკვირველი, ეს მეორე გამოცემა მის სიცოცხლეშივე დაწერილი და ვერ მოესწრო გამოცემას. და ეს წიგნი იმთავითვე გახდა სამაგიდო წიგნი. ეს არ არის უბრალოდ ძლევაის საკვირველი ერთი ომის ისტორია, ეს არის დავითის ისტორია. ეს არის მე-11-მე-12 საუკუნეების საქართველოს ქართული სახელმწიფოს ერთგვარი ქრონიკა და 100 წლის იუბილეს, შოთა მესხის გადაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიუძღვენით ეს ახალი გამოცემა. ჩემი შესავალი წერილით, საკმაოდ ორცელი წერილით, თვითონ აი ამ ნაშრომთან დაკავშირებული წერილით, მისი განხილვა, მიმოხილვა და მე ასე მგონია, რომ ის იდეოლოგია, რაც ამ წიგნში არის, ეს არის ყველაზე სწორი იდეოლოგია. აქ არც არაფერი არ არის გადაჭარბებული და არც დაკლებული რამე. ეს არის ის ოქროს შუალედი. ახლა რა არის იცით, ჩვენ ქართველები ზოგადად ალბათ სხვა ერის წარმომადგენლები ცდილობთ როგორმე ჩვენი ისტორია წარმოვაჩინოთ, ხო? აღმატებულად, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ დაავადებულები ვართ კანდიდებით და რაღაცა. ქართული ისტორიოგრაფია ძირითადად ყოველთვის იცავდა აი ობიექტურობის პრინციპს, ყოველთვის იცავდა თითო როლა ისტორიკოსის გარდა
იშვიათად შევხვდებით განსაკუთრებით ჩვენი შუა საუკუნეების ისტორიის კვლევის ან ძველი ისტორიის კვლევის სფეროში, ხო? იშვიათად შევხვდებით აი რაღაც ძალიან ჰიპერბოლიზირებულ ნარატივს და ჩვენ ამით გამორჩეულები ვიყავით და ვართ მე ეს მჯერა მე თვითონ ამ სკოლას წარმოვადგენ და არასოდეს ყოველთვის ვცდილობ როგორმე დავიცვა ეს ასე ვთქვათ შუალედი ხო აი ზუსტის ერთგული ვიყოთ ობიექტურობის ჩვენი შუა საუკუნეებიდანაც მოგდგამს თუ შევადარებთ მაგალითად იგივე ქართულ შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიას იგივე სომხურ ისტორიოგრაფიასთან იცით სომხური ისტორიოგრაფია აშკარად არის აგრესიული ისტორიოგრაფია აგრესიული როგორ ჩვენ ვართ რაც ვართ ხო ყველა დანარჩენი ასე ვთქვათ ჩვენი ჰეგემონიის ქვეშ არის ხო ამას ესე იგი ქართველი მემატიანები ასე არ იქცეოდნენ და იცით მე ყოველთვის მომაქვს ასეთი მაგალითი როგორ აფასებს მაგალითად დავით აღმაშენებლის იგივე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მალიქ შახის მოღვაწეობას მტრული სახელმწიფოს დიდი ლიდერის ძალიან მაღალი ეპითეტები ძალიან ეს არის ობიექტურობა გამიგეთ და აი ეს შუა საუკუნეებიდან მქონდა ჩვენ ახლა ყველაფერი შედარებით ყველა ერთნაირად არ წერს რასაკვირველია ხო ახლა მე არ ვამბობ დაუშვათ იგივე ვახტანგ გორგასალზე როგორ იწერება ხო ვახტანგ გორგასალის ისტორიაში ჩვენ ძალიან ბევრი მითი ლეგენდა ზღაპრული განდიდება ეს გვაქვს ეს სხვა დონეა ისტორიოგრაფიის სხვა დონეა მაგრამ აი დავითის ისტორიკოსი სულ სხვა დონეა ჟამთაღმწერელი მე 14 საუკუნის ჟამთაღმწერელი სულ სხვა დონეა გამიგეთ აი ის რაც იდეალური იმ ეპოქისთვის რაც არის იდეალური ეს არის ესე იგი დავითის ისტორიკოსი და ასევე ჟამთაღმწერელი და მე დატოხ გაუსვი ამას ხაზი სწორედ ამ იდეოლოგიითაა დაწერილი ეს წიგნი და ამის თქმა მინდოდა ხო ეს თქვენ მადლობა ეს მეორე წიგნი არის უკვე ჩემი წიგნი უშუალოდ ჩემი აფხაზეთის ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი სტატიების ინგლისურენოვანი ვერსიები რომლებიც სხვადასხვა კრებულებში და ჟურნალებშია გამოცემული მისი ეს კრებული არის ესეც დაგაინტერესებთ მადლობა დიდი ეს წიგნები დაიდებს ადგილს ჩემს ბიბლიოთეკაში ეხლა კი ვიყვეთ ჩვენ სადისკუსიო თემას და დავით აღმაშენებლის დავიწყეთ ჩვენ საუბარი უშუალოდ ცოტა დიდი ვრცელი შესავალი გამოვიდა ყველაფერი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ღვაწლი რო კარგად გავიაზროთ უნდა გავიაზროთ ისტორიული კონტექსტი სად მოხდა აი ამ ფენომენის გაფურჩება და რა პირობებში შედგა მისი გამეფება და მე მიმაჩნია რომ კონტექსტი კარგად რო გავიაზროთ ალბათ გიორგი მეორის ბატონო ირაკლი იქნება დავიწყოთ მაინც პატარა შეფასებებით თვითონ დავითზე როგორ გვესმის ჩვენ დავითი ხო საზოგადოებას როგორ ესმის დავითი ჩვენ გამოვიარეთ საბჭოთა ეპოქა გამოვიარეთ და ამ საბჭოთა ეპოქაში იყო იდეოლოგია კომუნისტური იდეოლოგია რომელიც ხადაგებდა ინტერნაციონალიზმს ხო ინტერნაციონალიზმს და აი ამ ინტერნაციონალიზმს ამოფარებული იდეოლოგია იბრძოდა ძველი დროის გამოჩენილი პერსონაჟების ასე ვთქვათ დამსახურების და არ უნდათ წარმოეჩინათ ეს ცალკეული პოლიტიკური ლიდერები სახელმწიფო მოღვაწენი ექსპლუატატორული კლასის წარმომადგენელი მონარქები ექსპლუატატორული კლასის რატო ამბობ ესე მეფე არ შეიძლება შეაქო ამიგეთ მაგრამ იყო ასეთი რამ
განსაკუთრებით აღეზიანებდათ მოსკოვში განსაკუთრებით აღეზიანებდათ თუ რომელიმე რესპუბლიკის წარმომადგენლები ისტორიკოსები საკუთარი ერის საკუთარი ქვეყნის ლიდერებს წარსულის გმირებს განადიდებდნენ გამიგეთ აი ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი საკუთარ მეფეებს დაუშვათ იგივე რუსეთის ისტორიის გამორჩეულ პერსონაჟებს ხო იგივე მეფემთავრებს მეფეებს ისინი ცდილობდნენ მათ განდიდებას გამიგეთ მაგალითად მეფეების ძეგლები იდგა ხო თვით ნიკოლოზ პირველის ძეგლიც კი იდგა რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო პეტერბურგში მიუღებელი იყო დაუშვათ იმაში იდეოლოგიისათვის ხო ახლა პეტრე პირველის ძეგლი რო იდგა გასაგებია პეტერბურგში ხო აი ჩვენ დავით აღმაშენებლის ძეგლი არ ქონდა თამარ მეფის ძეგლი არ ქონდა გამიგეთ მხოლოდ ორი მეფის ძეგლი საბჭოთა პერიოდში დაიდგა ეგა ერეკლე მეორის და ყველამ კარგად ვიცით რატო დაიდგა ესე იგი ჩვენ გამოვრჩით გეორგიევსკის ტრაქტატის იდეოლოგიას გამიგეთ და მეორე 1500 წლის თავი თბილისის დაარსებისა და ვახტანგ გორგასალის ძეგლი დაიდგა წარმოგიდგენიათ საქართველოში არ იდგა დავით აღმაშენებლის არც ერთი ძეგლი და დაიდგა გიორგი სააკაძის ორი ძეგლი. გიორგი სააკაძე ესეც იდეოლოგიის შედეგი იყო. სტალინიდან მოდიოდა ეს იდეოლოგია, უშუალოდ სტალინისთვის ის კულტი, გიორგი სააკაძის კულტი არსებობდა, იყო ასე და ერთი და იგივე კნილება დაიდგა თბილისში, ცენტრში, მე ვკითხოთ ყველაზე კარგ ადგილას დგას ესე იგი ძეგლი თვითონ და ძეგლი შესანიშნავია ხო იგივე ესე დაიდგა კასპში ხო ორი ძეგლი დაიდგა ხო პარადოქსია რა დავით აღმაშენებლის ძეგლი არ გაგშენ იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი არის ერთიანი ძლიერი საქართველო ხო ერთიანი ძლიერი საქართველო ამბიციური საქართველო ხო ლიდერი სახელმწიფო თავისი ეპოქის და ამის პროპაგანდა არ იყო მისაღები, იმიტომ რომ აი ერეკლე იყო მისაღები, იმიტომ ერეკლე რატო ერეკლემ ჩააბარა მათი გადასახედიდან, ერეკლეს ჩაბარება ნამდვილად არ უნდა თავისი სამეფოსი, მაგრამ გამოვიდა ეს ასე ხო, თითქოს ერეკლე იყო აი ამ ძმობის გვარი სიმბოლო, ხო? ქართულ-რუსული ისტორიული ძმობის სიმბოლო და ამ დამსახურების გამო, ხო? ვახტანგ გორგასალი, ახლა ქართული შუა საუკუნეების ქართული საისტორიო ტრადიციით ვახტანგ გორგასალი დავითზე მეტად განდიდებულიცაა, მე რო და ხალხშიც, ფოლკლორშიც, ხო? დავითზე ნაკლები არაა ყოველ შემთხვევისათვის, ხო? მაგრამ დავითს ვახტანგ გორგასალი ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ლეგენდა გვაქვს და მითი გვაქვს. ის არა გვაქვს ის ისტორია, რაც უნდა ქონოდა, ხო? სხვა მიზეზებია ამისი. ხოლო რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ისტორიას, რაც გვაქვს, აქ მაინც და მაინც ისეთი რა მასალა თვითონ დავითის ისტორიკოსის თხზულებაში ისეთი მასალა რომელიც კატეგორიულად მიუღებელია რაღაც ზღაპრულია რა ეს ასე არ იქნებოდა რა ასეთი მასალა თითქმის არ არის რა თითოეულ რაღაც შეიძლება რაღაც ციფრებმა დაგაეჭოს რაღაც ამაზე ვისაუბრებთ ქვევით ხო მაგრამ დავითი სხვა საქართველოს სიმბოლოა გამიგეთ აი ეს საქართველოს იდეოლოგიას საბჭოურ იდეოლოგიას არ ჭირდებოდა ხო თამარი სხვა საქართველოს სიმბოლოა ძლიერების სიმბოლოა ჰეგემონობის ამბიციების მქონე სახელმწიფოს სიმბოლოა გამიგეთ და ამის გამო იყო ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება თუ ვინმე რამეს იტყოდა გადაჭარბებულს ან პოპულარიზაციას გაუწევდა დავითს თამარს არა
მას ცოტა ალმაცერად დაუწყებდნენ ყურებას ძლიერნი ამ ქვეყნისანი ასეთი რა მოხდა 1972-ში 1972-ში ერთი ამბიციური წერილი გამოაქვეყნა იყო ასეთი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი პერესტროიკის პერიოდში ალექსანდრე იაკოვლევი ცენტრალური კომიტეტის SGKP კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ეს პოლიტიკური გუნდის გარბაჩოვის პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრი და ერთ-ერთ არქიტექტორად მიჩნეული პერესტროიკის იდეოლოგიისა ეს ადრე იყო ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი ეს იყო ესე იგი იყო ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე და ასრულებდა მოვალეობასაც ერთი პერიოდი და რატომღაც მას დაევალა თუ მან იტვირთა და მე ესე იგი თვითონ ინიციატივა გამოიჩინა ეს ცოტა ძნელი დასადგენია მაგრამ ამბიციური წერილი დაწერა გამოაქვეყნა და ციტყვით ძალიან მკაცრად გააკრიტიკა შეიძლება მკაცრად იმდენად არა უბრალოდ მაგრამ მაინც საშიშად გააკრიტიკა ის ცალკეული ცალკეული პუბლიკაციები მოკავშირე რესპუბლიკების გამიგეთ მოიქცა ამაში ჩვენი ისტორიკოსებიც იმიტომ თამარის ისტორიკოს თამარის ქებათა ქება ესე იგი ძალიან ისეთი სტატია იყო იცით უწყინარი სტატია თამარის სახე ფოლკლორში ასეთი როინ მეტრეველის მაშინ ის პოლიტიკური მოღვაწე იყო პარტიული მოღვაწე იყო და მოხვა ეს პუბლიკაცია აი თამარს როგორ შეიძლება აქებდეს მიგეთ კიდევ პარტიიდან გარიცხეს იმ პუბლიკაციის გამო მაშინ შევარდნაძის პერიოდს დაემთხვა და როინ მეტრეველი კიდევ მაგ არანაკლები უფრო მძიმე შედეგი იყო დავუშვათ უშანგის სიდამონიძეზე ეგ არისო პირველ პერსონაზე ეპოქაზე რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა დავუშვათ და ის პერიოდი 18-21 წლების ისტორიოგრაფიაზე იყო აი იქაც ესე იგი მაგრამ ის პერსონაჟი არისო მე რატო გეუბნებით ამას ეს რომ ჩვენი მეფეები ექსპლუატატორული კლასის წარმომადგენლები არიან იმათი მეფე ესე რუსეთის ხელმწიფე მთავრები კი რასაკვირველია კლასობრივი მიდგომა მიმართაც იყო მაგრამ მაინც ისინი არიან ახლა პეტრე პირველს მაგალითად განადიდებდნენ თუმცა პეტრე პირველს რუსეთში ყოველთვის ყავდა კრიტიკოსებიც და მოხვა ისე რომ ეს საბჭოთა იდეოლოგია საბჭოთა პერიოდზე საუბრობ ძირითადად მოხდა ისე რომ იჩაგრებოდნენ აი სხვა ხალხების ერების წარმატებული ლიდერები იჩაგრებოდნენ და ამის პროპაგანდა დაუშვებელი იყო არასდროს არ დამოვიწყდება აი ასეთი მაგალითი ახალგაზრდა მეცნიერი ვარ ჩასული სოხუმში ხო შეიძლება ამაზე დაცვისაო და ვკითხულობ მე მყავს საქართველოს ისტორიის კურსი და ახალგაზრდა პედაგოგებს ხო სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი იყო მაშინ შემდეგ უნივერსიტეტი სადაც მე დღესაც ვმუშაობ ესე იგი დამესწრო ჩემი წინამორბედი ვინც ჩემამდე კითხულობდა აი ამ კურსს დოცენტი ასაკოვანი ომგამოვლილი გერმანიის წინამდე სამამულო ომის ვეტერანი როგორც მაშინ ამბობდნენ სამამულო ომის ვეტერანი პარტიული ასე ვთქვათ მრწამსით გამშვებული და დავით აღმაშენებელზე მაქვს თემა თუ ეს ეპოქა თემა არის დავითის ეპოქა სულ დავით აღმაშენებელი ვიძახეს დავით აღმაშენებელი რომ გამოვედით და ახლა რომ ვაჯამებთ ახლა რომ თავის შენიშვნებს მაძლევს ხო ეს ასაკოვანი კაცი კოლეგა ხო
უფროსი კოლეგა მან ვითხრა დავით აღმაშენებელი რომ დაიჩემეს სულ დავით აღმაშენებელი არ უნდა თქვა დავით აღმაშენებელია აბა რა თქვა მეთქი და დავით მეოთხე უნდა თქვა დავით აღმაშენებელი არ უნდა თქვა ის ექსპლუატატორული კლასი მე რატო ვამბობ ექსპლუატატორ იმან ზუსტად ის გამოხატა როგორი დამოკიდებულება იყო მაშინ საბჭო იდეოლოგიას ხო ტოტალიტარული იდეოლოგია საბჭოური იდეოლოგიას მოდით ასე ვთქვათ კომუნისტური იდეოლოგიას ჰქონდა აი ამ წარსული ისტორიის გამორჩეული პიროვნებების მიმართ ესე იგი ექსპლუატატორული კლასის წარმომადგენელი ყველა მეფეო იყო ექსპლუატატორული კლასის წარმომადგენელი და ეს ამიტომაც არ უნდა ვთქვათ. ერთი სიტყვით ეს 70-იანი წლების მეორე ნახევარია 76 წლიდან იყო 76-77 წლებია სადღაც შევხედე ახლა მართალი გითხრა ჩემეცოდა რომ აი ასე და აი ეს განწყობა იყო ოფიციალური განწყობა ეს იყო ხო და მაინც რეალურად ვინ არის დავითი ხო რეალურად ვინ არის დავითი მე მაქვს ერთი ასეთი დაკვირვება გამოქვეყნებული ძმაკეგა ექვთიმეთაღაშვილთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სტატიაში ყველ საქართველოს ისტორიის მთელ 300 წლოვანი ისტორიის მანძილზე მე ვამბობ სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე ცალკეულ ეპოქებში ჩვენ გვყავდა ისეთი პერსონაჟები ვინც ეპოქას განასახიერებდა და დავუშვათ აი ქართული საისტორიო ტრადიციით ფარნავაზი და ქუჯი ეს არის დასაწყისი აი ისევ ჩვენი ეროვნული ტრადიციით ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი სახელმწიფოსი ხო ერთი ქართლად იწოდების ის მაგრამ რეალურად ის რაც ჩვენ ვიცით ასახული რაც ქართლის ცხოვრების დასაწყის მატიანეში არის ხო ეგ რა არის ეგ არის რომ ეს არის ერთიანი საქართველო ის საქართველო რაც ჩვენ გვაქვს განსხეულებული აი სწორედ ფარნავაზი აღმოსავლეთ საქართველო და ქუჯი დასავლეთ საქართველო ხო იბერია კოლხეთი ხო იბერია კოლხეთი შემდეგ ეგრისი ქართლი ხო ასეთი ნუ იბერია კოლხეთის არაქართული დასახელებებით ხოლო ეგრისი და ქართლი ჩვენი ეროვნული ტერმინოლოგიით ხო ტერმინოლოგიით ეს არის დასაწყისი შემდეგ შეიძლება ითქვას რომ აი ფარსმან მეორე ძალიან ისეთ გამორჩეულია მაგრამ იქ იმდენი ჩვენ არ ვიცით კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ ხო ხო ვახტანგ გორგასლამდე ჩვენ ასეთი სახე არ გვაქვს მირიანე მეფე რომელმაც ქრისტიანობა შემოიღო მირიან მეფე გადაფარა ნინო წმინდა ნინო გამიგეთ აი ცხოვრება ვახტანგ გორგასლის ცხოვრება ხო დაიწერა მაგრამ წმინდა ნინოს ცხოვრებამ გადაფარა ვახტანგ გაცრა მირიან მეფის ცხოვრება როგორც ასეთი არ დაწერილა დაიწერა წმინდა ნინოს ცხოვრება რომელშიც არის მირიანი ხო მირიან მეფე ხო ვახტანგ გორგასალი მე-5 საუკუნე ხო ეს ეპოქალური სახე იმდროინდელი ქართლი და სრულიად საქართველოს იმიტომ რომ სრულიად საქართველოს ის აღიქვა ხო საერთო ქართულ ლიდერად თუმცა აქ ბევრი რამ არის ცოტა გადაჭარბებული მაგრამ რაღაცის გამო რაღაც დიდი დამსახურების გამო დაიწერა მასზე თხზულება და ეს დიდი დამსახურებაში არის გარკვეული ღვაწლი ერთიანი საქართველოს შექმნის კუთხითაც ერთი ასეთი რამ არის აი ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა უკაცრა სეფედროშა დავითიანთა და გორგასლიანთა რატო გორგასლიანთა სახელმწიფო დროშა რატო გორგასლიანთა ეს ისე არ გაჩნდებოდა ეს რაღაცა აქ მასიმ გაერთიანა თუმცა თუ იმდროინდელ თანადროული ასე ვთქვათ
ისტორიოგრაფიის გადასახედიდან ბიზანტიური ასე ვთქვათ იმ დროს გუბაზის სახელმწიფო არსებობს ხო არავითარი ქართლი არ ჩანს არავითარი იბერია იქ არ ჩანს ხო გუბაზ პირველი მე-5 საუკუნის ზუსტად ვახტანგის დროს ძალიან ძლიერი გუბაზ პირველი ლაზიკაში აიგრისში მეყობს ხო მეორე მე-6 საუკუნეში გუბაზ მეორე ასევე ძალიან ამბიციური ხო ასე რომ აქ თითქოს ეს მთლიანად ეწინააღმდეგება ბიზანტიურ ტრადიციას ბიზანტიური იმდროინდელია თანადროულია ეს კი გვიან დაწერილია ხო მაგრამ რაღაცა არის ისე გორგასლიანთა დროშა ეს არ გაჩნდებოდა მეორეც აი მატიანე ქართლისა იწერს ასეთ რამეს მატიანე ქართლისა იწერს ასეთ ვახტანგ გორგასლიდან აქამდე ბაგრატ მესამეზე საუბრობს ასეთი დიდი მეფე საქართველოს არ ყოლიაო გამიგეთ ესე იგი მაინც და მაინც იმ ბაგრატ მესამეზე საუბრობს რომელმაც ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა ფაქტობრივად ხო შექმნა ან პირველი მეფე იყო გაერთიანებული საქართველოსი მართალია ასე ვთქვათ იმიერტაოს გარეშე და თბილისის საამიროს გარეშე ხო მაგრამ მაინც ერთიანი ქართული ჩვენ ყველანაირად ყოველთვის ვამბობთ რომ ბაგრატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე ხო რომელიც განასრულა დავით აღმაშენებელმა მოდი აი დავით კურაპალატი ბაგრატ მესამე ეს უკვე აი ამ გაერთიანების ეპოქა დავითი და თამარი მე-12 საუკუნე ხო გიორგი ბრწყინვალე და მორჩა მე ჩვენ არ ყავს ისეთი დიდი ახლა მეფეები არიან სხვა არც როდესაც ჩვენ გვიგრძალავდნენ მეფეების წინ წამოწევას მაშინ რაც ვამბობდით იცით რუსთაველის ეპოქა რუსთაველის ეპოქა ამით ცივილიზაციური კომპონენტი შემოქონდა ვითომ და ამით ფარავდით მე რატო ვამბობ ამას აი დავითის წარმოჩენა და თამარის წარმოჩენა ოფიციალურად 70-იან წლებში ცოტა უკაცრავად საბჭოთა პერიოდში ცოტა ჭირდა